Გულწრფელად გავნებით ძალიან მახარებს რომ დღეს ჩემი სტუმარი გახლავთ ნაციონალური მოძრაობის პარტია ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თავკაცი და წინამძღოლი ნიკა მელია და მე ვთვლი რომ მას დიდი პატივი არის აი ამ დღეებში სწორედ აი ამ დღეებში რომ ნიკა არის ჩვენი სტუმარი უბრალოდ აი შევწუხდი დღეს ეს ყოფილი ის რო არის რა ქვია პარლამენტის თავმჯდომარე ვეღარც გვარს ვიმახსოვრებ, არჩილ თალაკვაძე. ნაციონალური მოძრაობა არისო, ესაა, ყოველ შემთხვევაში ომის პარტიას გიწოდებდა. მე არაერთხის დამიფიქსირებია და ამ თალაკვაძეს მინდა უთხრა. ჯერ სავსებით უსამართლო და უსინდისო და დაიწყეთ ის გამოძიება, არაფერი არ უთქვია ნიკას და შტურმის ამბავისაო მომწოდებელი და რაღაცაო და დაპატიმრების დროს ერთად იყო მართა რაინდულადა რომ მოიქცა და ყველა დააფიცა თავის ოფისში რომ ხელი არავინ არ აწიოთო და შემოუშვით პოლიციაო თუნდაც ამის შემდეგ მაინც არ უნდა იკადროთ ეგეთი სიბინძურე რომ ომის პარტია ყველაზე ჰუმანური და ყველაზე სწორი გზა ერჩია ნიკა მელიამ და ჩემს თვალში ნიკა არის აი გმირზე გმირი თავისი ხალხი არ გაწირა დაახლოებით 3600 პოლიციელი იყო და თქვენ მე მგონი სადღაც 500-დან 600 კაცამდე იყავი და არის ნიკა ხაისე ეს განცხადება დღეს გააკეთა ვერ გამოჩნდა აღარ არის გაზო აგერ ომის პარტიის შტურმსთან დაკავშირებით არა შტურმი ეს მე გავიხსენე რის გამოც მაშინ შენი დაპატიმრება უნდოდა და ნუ ყველა ცოდვილი იყო იქა ვინც აი შტურმზე მივიდა და ვინც გადაწყვიტა და აი ფულის სამრევი იყო ის პერიოდი მაგრამ როგორი რაღაცაა იცი ნიკა აი არ ვიცი ახლა ძალიან ხშირად ჩხუბის და დავკების დროს თვალი უფუჭდებათ ადამიანებს ძალიან ხშირად რაღაცა ისეთი ტრავმებს მიიღებენ და რა ჭკვიან ორი გადაწყვიტე იმ დღეს შენ და რომ დააფიცა ყველა რომ ხელი არ ახლოთ არც ერთსაო და აი ვინც შეტევა გადაწყვიტა ის იყო ნამდვილად სამშობლოს მტერი და ხალხის მტერიც მე თუ მკითხავ როგორ შეიძლება 3600 კაცით მიადგები 600 კაცს 6-შენ მეტი ჯარი რაღაცა იქ ამბობ ჟაღან ამ საკითხს შეეხეთ უბრალოდ გავუსებ ძალიან მოკლედ გათვალს ერთ-ერთი ამაზე ქონდა ხელისუფლებაზე თითქოს და მოლოდინი ქონდათ ჩვენი წინააღმდეგობას თუნდაც მშვიდობიანი რა თქმა უნდა სხვა ტიპის წინააღმდეგობა არავის არ უგებია დაგარბევდნენ დაგჭეხა სისხლი დაიყვარა იქაც კი ეს ჯგუფი თავიდან ბოლომდე ფიქრობს როგორ იძალადოს ოპონენტებზე და განსხვავებულად მოვაზროვნე ადამიანებზე თანაც ну რაც უფრო დრო გადის უფრო უჭირთ რომ ძალადობის შედეგად ისე ოპონენტი და გამოიყვანოს დამნაშავედ ამას გარკვეული წლების განმავლობაში ახერხებდნენ მაგრამ ეს უკვე გაჭრილი კარტია და ყველა ძალიან კარგად ვიცით ბატონო დავით ამათი ხელწერა უბრალოდ ტკინვეული არის ის რაც ქვეყნის მოსახლეობის 90% როგორც არასოდეს ანერვიულებს ხელისუფლება აღმოაჩინა უმრავლესობამ დღეს დიახაც ეგობება ევროპულ მისრაფებებს. ეგობება ხელოვნურად ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ეს არ მოხდეს და თავშივე მინდა თქვენის ნებართვით ორიოდე სიტყვა თქვა ყვადაღებულ პოლარიზაცია დეპოლარიზაციის საკითხზე. რაზეც ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობს ქართული ოცნების სახელით მოსაუბრებს სხვა ადამიანებს ზუსტად მაყურებლებო. შესაძლებელი არის დასრულება პოლარიზაციის ამ ქვეყანაში ჩემი მტკიცე პოზიციით ეს არის შეუძლებელი და ვეცდები ახსნა თუ რატომ არის ეს შეუძლებელი. ფართო გაგებით დეპოლარიზაცია როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში, როდესაც ქვეყანაში ყავს ხელისუფალი, რომელიც მიგვათრევს პირდაპირ გაგებით რუსეთისკენ. კი. და უნდა რომ იმ წიაღში დაგვაბრუნოს. და თუ ჩვენ დავყვებით ამ ნებას, მაცას და შევყვებით რუსეთის წიაღში და ვინტეგრირდებით რუსეთთან. კი ბატონო, დასრულდება დეპოლარიზაცია მოხდება. პოლარიზაცია დასრულდება ხალხო. ანუ ჩვენ თუ უარს ვიტყვით ჩვენს ისტორიულ მისწრაფებებზე, პოლარიზაცია აღარ იარსებებს. ანუ ან ჩვენ უნდა ვთქვათ დასავლურ მომავალზე უარი, ან ივანიშვილმა უნდა თქვას უარი რუსეთთან ინტეგრაციაზე, ხო? აქ ფრე აღარ იქნება. ცალსახად დასრულდება ეს პროცესი დეპოლარიზაციით დასრულდება, ოღონდ ან ერთი მხარე დაასრულებს ამ პოლარიზაციას, ან მეორე მხარე დაასრულებს. და შედეგი განსხვავებული იქნება
გააჩინა ვინ იქნება გამარჯვებული. და კიდე მინდა თქვა თქვენს ეთერში ბატონო დავით, პოლარიზაციას ეძახიან რას? ის რომ ადამიანებს ჩაგრავენ, ის რომ კრიტიკულად განწყობილი ოპონენტები თავდასხმის ქვეშ ექცევიან და გამოდიან თეთრადათვანებით მომარჯვებული ადამიანები ამ ტიპის მოქალაქეების უკავს ქვეყანაში და ეს რა ხდება, იქნებ დავასრულოთ პოლარიზაცია და სიამოვნებაში ეს არ არის არანაირად პოლარიზაციის ბრალი, ეს არის კონკრეტული დანაშაულებები, რომელსაც ჩადენ კონკრეტული დანაშაულებები, რომელიც უნდა იჯდებოდეს ნორმალურ სახელმწიფოში. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ იქნებ ყველამ დავასრულოთ საუბარი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყვადაღებულ საკითხზე პოლარიზაციაზე. პოლარიზაცია არის დიახაც, არის, იმიტომ რომ ივანიშვილს მის გუნდთან ერთად, რომელმაც მიიტაცეს ქვეყანა, უნდა ქვეყნის საგარეო კურსი იყოს ისეთი, როგორც მისი ბოლო დღეების ფონზე სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება. ჩვენ ეს არ გვინდა და ბუნებრივია არის ინტერესთა კონფლიქტი. სად არის გამოსავალი? გამოსავალი არის ჩვენს გამარჯვებაში. დავმარცხდებით, კი ბატონო, დასრულდება პოლარიზაცია. რა გვაქვს ძვირფასო მაყურებლებო, სანერვიო. დავმარცხდებით 90% ქვეყნის მოსახლეობისა უარი იქნება მრავალი წლით უკეთესი ცხოვრების სტანდარტზე. არასოდეს ამ ქვეყანაში ოლიგარქის პირობებში არ იღისება არც პენსიონერი ნორმალურ პენსიას და არც სტუდენტი ნორმალურ მიღა 100,000 კაცი წავიდა შარშან საქართველოდან 100,000 და კვლევები ბატონო დავით უახლეს ასაჩვენებს იცით 8% აქ დარჩენილი მოსახლეობისა ფიქრობს ემიგრაციაში წასვლაზე. საშინელი პირობებია, საშინელი სიტუაცია. გამოდიან 24 საათის განმავლობაში უკვე ელჩთან კონფრონტაცია ეს უკვე არ არის გასაკვირი. პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ესხმიან თავს ვაშინგტონს. ანუ თავად ჩვენს მოკავშირეს და არც ერთი სიტყვა ისტორიულ მოწინააღმდეგეზე, რომელიც გაღარიბებს რომელიც ჩაგრავს. ზაგერა მაგ ბოდის შენთან რა ნიეკა შენს უნდა რუსები მყავს ხედველობაში. არც ერთი სიტყვა. სამგვერდიანია ბიზნეს ეპისტოლე. ერთხელ არ უხსენებია უკრაინა. ერთხელ არ უხსენებია 2000 ქართველი იბზის იქა. ლევანდელი ეს მისი აიყო საშინელი არ არის ნიკა მაპატია რა 3 წუთი დამშა რეკლამამდე. უბრალოდ ერთი ფაქტი მინდა გავახსენო მაყურებლებს და აქ შენ ჩემთან იყავი და მე ისე კარგად მახსოვს შენი სიტყვები რომ 2 საათი მელაპარაკაო ქალბატონი კელი დეგნანიო რომ უნდა შეხვიდეთ პარლამენტში. აღმოჩნდა რომ არ იყო სწორი იცი თვითონ კელი დეგნანიც მოატყულეს ეს ის რომ ჩამოვიდა ბრიუსელიდან ის კაცის მოატყილეს შეიყვანეს ხალხი პარლამენტში და აღმოჩნდა რომ მე დეზავუირება გააკეთა კობახიძემ გაუგონარი ცინიზმი იყო და შენ მაშინ სწორი იყავი ლეგიტიმაციას ვაძლევთ რომ აი ამ ადამიანებსა ქართულ ოცნებას საკონტროლო პაკეტი არ ქონდა 2/3 იყვნენ მარტო რო არ შესულიყო არავინ დამთავრდებოდა მაგრამ რიგარეში არჩევნებზე მივიდოდით ჩვეულებრივი მოსყიდვა მოხდა და ეგ მოხდა და სწორი იყავი შენ რო 2 საათი ელიდეგნას უკიცები რომ გადაგვაგდებსო ჩვენი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია იყო ცალსახად რომ არ უნდა მიგვეღო მონაწილეობა იმ თაყვანობაში ოპერაციაში და ლეიბორისტების შარვას მე გახსოვთ ცნობილი ჩემი ჯერ არავინ არ იყო შესული და არაფერ მოსწავლდა ბევრი რომ ვინმე შევიდოდა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი აი არც ბატონია ელისაშვილი არ იყო ჯერ კიდევ შესული განცხადება გავაკეთე მწვავეც კი იმ ვინც შევა ანუ ამ ერთობას ვინც დაარღვევს ის იქნება პუფი ხო სამწუხაროდ დადგა რეალობა როდესაც შევიდნენ და გარეთ ყოფნას ქონდა უკვე სალსახად აზრი დაკარგული ისტორიული შანსი დავკარგა მაშინ ყულფი ქართული ოცნების კისერზე უფრო ვიწროვდებოდა პოლიტიკური კრიზისი იყო თვალში საცემი და ქართული ოცნების ერთ-ერთი მაშველი რგოლი ამ პროცესში იქნებოდა ის რაც სამწუხაროდ მოხდა ხო და ისეთ მომიდოდა ისეთ ბატონო დავით დღევანდელი განცხადება რაც ბატონმა ივანიშვილმა და იკითხებოდა რომ ამას გააკეთება სცენარი ისე ვითარდებოდა რომ დღეს თუ ხვალ ეს განცხადება სამი ძალად მუშკეტერი ისე ატანცავეს გედების პასავით რომ ბოლოს უნდა ეთქვა აქტიკულად ჩვენი მათ შორის თქვენი ჩემი და ჩვენი მაყურებლები და ამ ქვეყნის მოსახლეობი და ამ ქვეყნით ახლა ვაჭრობს ბიზნესმენში დასავლეთთან
აი კარი კოშმარია. ეს იყო ამ წერილით ძირითადი სულისკვეთება. შანტაჟის ელემენტები პლუს აღიარება იმისა, რომ მთელი ეს თავდასხმა ამერიკელებზე, როგორც პარტნიორებზე, ევროპელებზე, ანუ დასავლეთზე იყო ორკესტრირებული და ამ პროცესის სრული ჩამდგმელი იყო ბატონ ივანიშვილი. არც ერთი სიტყვით არ დაუდგმია, ხო? ესე იგი, თქვა ადამიანმა, რომ ბევრი ფული გავკარგიო, ბევრი მილიონი დავკარგე იმის გამო, რომ ომში არ ჩავერთეთო. და ეს ყველაფერი დაუკავშირა მისი აზრით ოსტატურად, მაგრამ ერთერთი მისი ტრიუკი ვეღარ მუშაობს, ამერიკის შეერთებული შტატებისადაც განგებ ხაზი გაუსვან 3 საათი ისაუბრეს. ეხლა მისი ასე ვთქვათ გულშემატკივრები სოციალურ ქსელში არც თუ ისე შემთხვევით წერენ საინტერესო რამ ამოვიკითხე სოციალურ ქსელში, რომ წარმოუდგენელია ბატონ ივანიშვილს, ალბათონ კელი დეგნათა საუბარი ჩაწერილი არ ქონდესო. გამოგიდგენიათ? ანუ ამითაც ცდილობენ, რომ საზოგადოება პროპაგანდისტული საკუთარი გზავნილებით იქნებ მორიგჯერზე შეიყვანოს შეცდომაში. ახალბატონი კელი დეგნანი იქნებოდა ალბათ კონკრეტული საკითხით მისული, რომელიც ეხება ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას, ხო? რა თქმა უნდა, საგანგებო მდგომარეობა ევროპაში ჩვეულებრივი ამბავი ესა, ნიკა გამიშვი რეკლამაზე. აი, გულწრფელად გეუბნები, აი მე რასაც უყვირდები, ხალხს სალომე ზურაბიშვილს არასოდეს არ ვაღმერთებდი და არც ის არ ხალხს სამოსეროს ჯარი არა ხარ ჩვენ არბია. ხალხო დავიჯერეთ, თავდაც სამინისტრო ნომინალურად ხაღაბზეა. არ არის რა, აი ჩვენი ძალებია. ვერაფერს ვერ გაწვდებიან. აი მაქსიმუმ შეძლონ ერთი ბლოკპოსტი დააყენოთ. ჩვენი შეიარაღება განულებული არის. ეს საჰაერო თავდაცვა არა გვაქვს, არაფერი არა გვაქვს. ერთი საწოდავი 3-4-25-მა გადაიფრინა ამ იმაზე 26-მა ეგა მთელი ჩვენი შეიარაღება და დაუკვირდით ყველაზე ცოტა დაფინანსება აქ თავდაცვის სამინისტროზე 10 წელია ესე გრძელდება. რისი ომის სამომწყები ვიყავი და რა აი მაგარ ბლეფში გვაგდებენ რა. მოდი ჩვენ რეკლამაზე გავიდეთ ნიკა, მე კიდევ ერთხელ მოდის გიხდით, ხალხო ის არის რა ქვია, შენი ბრალი არა, აი ამ მერიას მოუნდა იმ ხიდის ისა და ყოველ დღეს საცობი არის ამ იმასთან მეტეხის ხიდთან და რავი და მე გიჩვევი იქიდან მხრიდან ხიდი მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან გახვიდი აქედან ვერ გააღწევდა. რეკლამაზე გავა და რეკლამის შემდგომ დამერწმუნეთ დრო გვაქვს და გავარჩევთ ბევრს და საინტერესოს. დამერწმუნეთ ძალიან ბევრი და საინტერესო მოვლენების ესე ვთქვათ რეტროსპექტივას ვაკვირდებით, ძირითადში მართლყველანი და ფაქტიურად დამკვირვებლები ვარ და მე რასაც ვაკვირდებით ჩემს სუბიექტურას დაგიფიქსირებ ნიკა, აი შენამდე იყო გრიგოლ ვაშაძე. ინტელიგენტი კაცია, კარგი ადამიანია. მე ვთვლი რომ პოზიტიური იყო მისი ესე ვთქვათ ნაცმოძრაობის თავმჯდომარე. მე შენ დადექი თავმჯდომარედ. რა არის იცი შეცვალეთ თქვენ. აი ეს სიტუაცია შეცვალეთ. აი ყოველ შემთხვევაში რაღაც აი ცივილიზებული და მე თუ მკითხავ ორგანიზებული ძალა გახდით და სხვანაირები ხართ დღესა და მე აი მართა სულ გააკვირდები და ყველაზე სწორ დასკვნებს და ესე ვთქვათ შეფასებებს თქვენ აკეთებთ. მე ვფიქრობ რომ უფრო მეტი უნდა იმუშაოთ პარტია რომ გააძლიეროთ და კეთილი სურვილით გეუბნები ძალიან ბევრი გულწრფელი ადამიანია თქვენთან მე ახლა მიტინგებზე რო დავდივარ დამიწყებენ საუბრად ისეთ კარგი და ნათელი ხედვა ადამიანებს და რომ ეკითხები რომელი პარტიიდან ხარ და რომ მეთქვია ნაციონალური მოძრაობიდან და მიყვირს და მახარებს გულწრფელად გეუბნები. დღეს ხანერე პარტია ხარ. დავალება და მოცემულობა არის საზოგადოებისა რომ შეიცვალოს ცხოვრება. დიდი მადლობა. აკეთებთ ამას და აი მოდი რა ხშირად გამოჩდით ხოლმე ეთერში, ხშირად გამოჩდით დისკუსიებში. აი მაქსიმალურად დაატვირთეთ ეთერი. კი ბატონო, დიდი მადლობა. თელია ეს ერთი თვის განმავლობაში განგებ ავირჩიე პოლიტიკის კეთების ეს სტილი ნაკლები ეთერი და მეტი მუშაობა ჩანდა სხვა შორის ხო ვიცი მეტი მუშაობა საკუთარ პარტიის გამომჩენელთან ვინაიდან ეს პარტია როგორც განახსენეთ არის
ჯეთის გოდით გადაჭრავის გარეშე ისტორიულ პარტია, მეორე მხრივ დიდი პარტია, მესამე მხრივ უამრავი გამოწვევა აქვს პარტიას, პარტიის გადმოსახედიდან ნიშნულოვანი არის ვიცოდეთ რომ გზაგასაყარზე დგას ქვეყნის ბედი, ან ჩრდილოეთი ან დასავლეთი ხუმრობის გარეშე და ვამბობ პრაქტიკულად ჩვენ ასახუმარო რა არის აქ ვართ ჩათვალეთ ბატონო დავით 1919 წლის 1920 წლის ქართველები. 1919 წელს ვართ ან 1920 წელს ვართ და სამწუხაროდ მაშინდელმა ქართველთა დიდმა ჯგუფმა როგორც ჩანს კიდევ ვერ გაიაზრა რა საფრთხის წინაშე იდგა და მალევე დავკარგეთ დამოუკიდებლობა განსხვავებით ლიტველებისგან, რომლებმაც მოიპოვეს დამოუკიდებლობა ისევე როგორც ჩვენ მოიპოვეთ 1918 წელს, მაგრამ მათ ჩვენგან განსხვავებით 1940 წლამდე შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა და აი ეს გამოწვევა არ მინდა არავინ შევაშინო, მაგრამ დიახაც არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში ან ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და ეს ჩვენ ვართ ხალხი, ან გაიმარჯვოს ბიძინა ივანიშვილმა. მე გაიმარჯვოს, არა, მეგეუბნები თუ თეორიულად, ჰიპოთეტურად ვინ შეიძლება გამარჯვებული იყოს, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამარჯვებულები გამოვიდეს ხალხი. და პარტიაში მნიშვნელოვანია რომ ეს გააზრებული ხონდეს. ამას ემატება მძიმე მოცემულობა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, ხო? და გვიწევს სხვადასხვა ფრონტით დამატებით შრომა, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება მოვახერხოთ და გადავიყვანოთ სამკურნალოდ. სხვაგვარად, ჩემი მტკიცე პოზიცია, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, იქ ბიჭები არიან, ხო, ბევრი ბაჩოთალმიანი, ბევრი ადამიანია. მათი, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვერცეთ შემთხვევაში, და ეს არავის არ უნდა ეწოდოს, რაც არ უნდა შეიძლება მწარე იყოს ეს ვინმესთვის მოსასმენად, მე ეს უნდა ვთქვა. შეუძლებელი არის პოლიტიკური ტყვის პატიმრის გათავისუფლება ხელისუფლების რეჟიმის ცვლილების გარეშე. აი ხშირად ამოვეცით რა. გადააბეს ერთმანეთს ორი. ეს მეორე ქართულმა ოცნებამ შექმნა ესეთი რეალობა. ეს მეორე გამოწვევა. კი, სერიოზული გამოწვევა. რა მიმართულებითაც პარტია დღენიადად მუშაობს და მესამე მნიშვნელოვანი პარტია მიუხედავად ყველაფრისა უნდა ვითარდებოდეს ბატონო დავით. შეუძლებელი ყავს შენ პოლიტპატიმარი, არ ყავს პოლიტპატიმარი, მთელი ამ წლების განმავლობაში სულ ყავდა ჩვენ პარტიას პოლიტპატიმრები, მაგრამ ამათი წლის განმავლობაში ჩვენ რომ განვითარებაზე არ გვეზრუნა, ეს პარტია შეწყვეტა არსებობას, ხო? ახალი ადამიანების აქ მოზიდვა პარტიაში, ახალი ამორჩეველთა ერთად პარტიული ამოცანების დასახვა. ეს პროცესი მიდის. ერთ ეპიზოდს ჩავთავრა, მაბატია ხომ მე ბათუმში ხშირად დავდივარ, შეიძლება მაგერ პარასკევსაც გავიქცე. ბათუმი თქვენია. მთელი ბათუმი და მთელი აჭარა თქვენ გიჭერთ ხარ. თქვენ მოიგეთ ადგილობრივი არჩევნები, იმამა ზაღლეს. ეხლა ეს სოსო გოგაშვილის ეპისტოლეები როცა იკითხოთ, დარწმუნდები რა. ყველგან რა ეს ბათუმი თქვენია, სამეგრელოს თქვენია, რეგიონები სულ თქვენ გიჭერენ ხარ. მაგრამ რა მოხდა მნიშვნელოვანი ერთ საკითხზე თქვენს ეთერშიც ვისაუბრო. არიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელად წუხან, არიან ადამიანები, მე ვერ ვიტყოდი რომ გულწრფელად წუხან, მაგრამ საუბრობენ სოციალურ განსაკუთრებით და ადანაშაულებენ თითქოს პარტიას, მათ შორის მე, სხვა მეგობრებს. რა შეიძლება? ბევრი გულწრფელად. ბევრი რა თქმა უნდა ეხა იქ შევთხოვით არაფერს არ ახმაურობ, რაში რომ რატო ვერ მოხერხდა მიხეილ სააკაშვილის დღემდე დახსნა. ვიფასო მეგობრებო. სამოქალაქო ომი მექანიზმი პოლიტიკური პატიმრების ტყვეობიდან ოლიგარქიულ სახელმწიფოში, ავტოკრატიულ სახელმწიფოში დახსნისა არის მხოლოდ ამ ავტოკრატიული ხელისუფლების ცვლილება. ეს მექანიზმი რომ არსებობდეს, სადაც შესაძლებელია ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში პოლიტიკური ტყვე დღის წესრიგის მიხედვით გაათავისუფლო, აბა დავფიქრდეთ, თავად მიხეილ სააკაშვილი ამ მექანიზმს არ გამოიყენა და როდესაც მისი მეგობრები წლების განმავლობაში ციხეში იყვნენ, ხო? ეს არის ბრძოლა და ბრძოლის ეტაპს გავდივართ. და როგორც არასოდეს მნიშვნელოვანია ბატონო დავით, ეხლა კონცენტრირება და კონცენტრაცია ეგზისტენციალურ გამოწვევაზე, არა თუ მიხეილ სააკაშვილი, არა თუ ნიკა გვარამია, არა თუ კიდევ სხვა დანარჩენებიც კიდევ შეღვთ და მრავალი წლით. არ თუ სხვა ფერთა გამის დროშა აფრიალდა, ბატონო დავით. ამიტომ
მე მინდა ყველას თქვენი ეთერითაც მოუწოდო ხა ხშირად საუბრობ ერთობაზე საუბრობ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, რაც მნიშვნელოვანია და ჩვენ ნაციონალურ მოძრაობამ ამ მიმართულებით წინა წლებისგან განსხვავებით ჩემის აზრით ეფექტური ნაბიჯები გადავდგით, რაც აისახა სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესში, არჩევნების პროცესში და გავხდით უფრო ის პარტია, რომელიც ჩამოობს სუბიექტთან დიალოგში ბევრს, მაგრამ აკიაგებ საუბრობ ერთობაზე პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, მაგრამ ესეც გამოწვევაა ჩემთვის პირადად პოლიტიკურ პარტია ნაციონალურ მოძრაობაში მოხდეს სხვადასხვა მხარდაჭერთა ჯგუფების შორის სრული კონსენსუსი. და რას ნიშნავს ეს? პარტია ნაციონალური მოძრაობა უკვე შედგება ბევრი სხვადასხვა მხარდაჭერთა ჯგუფებისგან. დიდი, პატარა, მცირე, წარმოიდგინეთ ამ მთელი ამ წლების განმავლობაში გვემატებოდა ხო ამორჩეველი. ამავე დროს ეხა როდესაც ახალი ამორჩეველი მოდის ბუნებრივათაც გუშინ თქვი და გამიმეორე თქვენს ეთერშიც უკანასკნელ 10 წელიწადში ბატონო დავით 500.000 ამორჩეველი ყოველთვის თავდავად გარდაიცვალა. ყოველ წელს 50.000 ადამიანი სამწუხაროდ თოვებს და ახალი 50.000 ამორჩეველი ყოველ წელს დიდ ელექტორალურ მასას უერთდება. სხვა შეხედულებებით, სხვა ასაკის, სხვა ინტერესების და რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა არის, რომ კიდევ უფრო ბევრი გავხდეთ. მაგრამ ახლა ყველა ტრადიციულად ნაციონალური მოძრაობის მცირე დიდმა ჯგუფებმა უნდა გავიაზროთ და ამ მიმართულებით მუშაობ ბოლო ამ ეტაპის განმავლობაში. ირადად ველაპარაკები, რომ რეალობა შეიცვალა და მარტო შეიცვალა. ჩვენ სასარგებლოდ, ჩვენი ძალა, როდესაც პარტია უკვე შედგება მრავალფეროვანი ჯგუფების ამორჩევლობთაგან. ჩანსკიდევას ნიკა ეს სერიოზული ძალა. არის ჯგუფი, რომელიც ამ რეალობას ჯერ ვერ აღიარებს. და ყველაფერს ვაკეთებ, რომ მას დავანახო ეს სურათი ცხადად. მოვახერხებთ ამ ყველაფერს და დარწმუნებულად მოვახერხებთ, კიდევ უფრო ძლიერი იქნება პოლიტიკური პარტია ნაციონალურ მოძრაობა, შედეგად ოპოზიცია და შედეგად შანსი ამ ქვეყანას ამ ჭაობიდან ამოსვლის გაეზრდება. ამიტომ ერთობა როგორც შიგნით დიდ პოლიტიკურ გაერთიანება ნაციონალურ მოძრაობაში არის ჩემთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი. მაგრამ ერთობა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცოტა ტაქტიკა და სტრატეგია შევცვალე, არ დაგიმალოთ. მე მქონდა საუბარი პატარა შედარებით, კოლეგებთან, მოკლედ პარტიების ლიდერებთან და მათ შევთავაზე და ჩემი გეგმაც გავაცანი, რომ პარტია ნაციონალურ მოძრაობა მომდევნო პერიოდის განმავლობაში იზრუნებს გაძლიერებაზე დამოუკიდებლად, ანუ მაქსიმალურად გვინდა რომ ჩვენ გავძლიერდეთ, ჩვენ გავხდეთ თვითყოფადები და იგივე უნდა აკეთოს სხვა პარტიებმაც. სხვა პარტიებმაც ბატონო დავით, შესაკრები უნდა გაზარდოს. აი ნახეთ, თუ არის ერთი პარტია, ამ დავასახელ 2-3 და აქვს ამორჩეულთა რაღაცა პროცენტი დაფიქსირებული 2-3% უნდა იმუშაოს რომ გაზარდოს 5-მდე, ხო? როდესაც ყველა გაიზრდება და მოგონიერდება და მოძლიერდება და ჩვენც მათ შორის და როცა საჭიროება მოითხოვს შევიკრიბებით, ჯამი უნდა მივიღოთ მეტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების 50%-მა შარშან არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო ახალგაზრდების. 150.000 სტუდენტია საქართველოში რეგისტრირებული და 50% არჩევნებზე არ წავიდა. 51% ახალგაზრდების საუბრობენ რომ დობა არ აქვს პოლიტიკურ პარტიების მიმართ. სამუშაო გვაქვს ბევრი ამ მიმართულებით და აქტიურად ვმუშაობთ, როგორც არასოდეს თავდადასხმების გარეშე ვიტყვით ნაციონალურ მოძრაობაში ბევრი და ბევრი ახალგაზრდა იყოს ამ პარტიის მთავარი საყრდენი ბურჯი, ხო? ეხლა არიან 38% ნახეთ ახალგაზრდების. საუბრობენ რა მნიშვნელობა გვაქვს ვისმეცებ ხმას. ეს განაპირობებს ეს მიდგომა, ერთ-ერთი მთავარი მიდგომა ნიჰილიზმს. მე განაპირობებს რა იცით ბატონო დავით, ძვირფას მაყურებელო, რომ ახალგაზრდების მონაწილეობის გარეშე ფორმირდება პოლიტიკური მთელი სპექტრი, როგორც ოპოზიციურ ფლანგზე, ასევე სახელმწიფო ფლანგზე. და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო უცხოვდება.
ბუნებრივია 18-19 წლის არა, მაგრამ ეხა პარტიული პოლიტიკის კეთების დრო შეიძლება ვიღაცამ რა დროს ეს არა, იმიტომ ეს არის ინსტრუმენტი რეჟიმთან ბრძოლის. უნდა იყოს წყობაში მოსული და ამ დროებაში ახალგაზრდების ჩართულობის გარეშე ცვლილება რომ შესაძლებელი იყოს ჩვენში რომ დარჩეს გრინდა ცვლილება? იმიტომ ნახეთ, ახალგაზრდების გარეშე ცვლილება ჩემის ღმერთმენით იქნება დღემოკლე. და ახალგაზრდების მონაწილეობის გარეშე ცვლილება არ იქნება ისეთი, როგორიც უნდა ემსახურებოდეს ევროპულ მიზნებსა და ამოცანებს. აქაც იცით რა არის რაღაც აი თაობათა თუ შეიძლება ჯახი არის. იგივე პარტიაში შიგნით ჩვენთან პარტიის გარშემო ამორჩევლებთან ნაწილში, რომელიც ჩემის აზრით როგორც ვთქვით, ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან და პარტიის აქტიური წევრი და პარტიის ამორჩეველი ორი სხვადასხვა რამ არის, მაგრამ ნუ ამ ეტაპებს გავდივართ და ვემზადებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური ორთაბრძოლებისთვის. შეგეკითხები რა ნიკა ბოდიში. სენსაცია იყო, შოპის მონგრელი იყო და მე მგონი იმ ფაქტები გადაიტანეს გოცემა. ეს 160,000-იანი არმია რო გამოვიდა ქართველობისა და ბაბადია რა, იქ 40-45% ახალგაზრდობა იყო. კი ბატონო, და ეს იყო შოკის მონგრელი, ნიკა ახლა ზუსტად ამას ვამბობ. ეხლა არის მომენტი, როდესაც ბევრი ახალგაზრდა და მე მინდა ყველაფერი გავაკეთო, რომ მათთვის ვიყო ზურგის ქარის ფუნქციის შემსრულებელი ამ პროცესში, პოლიტიკურ პროცესში რეალურად ჩაერთოს, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი და არსებობს უკვე ნაციონალურ მოძრაობაში ახალგაზრდა ნაციონალურ მოძრაობის გუნდი, რომელიც სულ იზრდება და სულ უფრო და უფრო ამახარებს, ისეთი ბავშვებით კომპლექტება ეს გუნდი, რომლებიც აქამდე არ იყვნენ არანაირად ასოცირებული ჩვენს გუნდთან, მეტიც თუ იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში ჩვენი ამორჩევლები არ იყვნენ, ან არიან ადამიანები, რომლებიც აქტიურ საზოგადოებრივ პოლიტიკური ცხოვრებით არ იყვნენ დაინტერესებულნი. და ეხლა ეს პლატფორმა გაჩნდა და მინდა აი ასობით და ათასობით ახალგაზრდა შევიძინოთ და თუ კი რამით შემიძლია ვიამაყო წლების შემდეგ, აწლეულები, როდესაც გავაი, რითი ამაყო ყველაზე მეტად შენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუ ეს გამომივიდა, ამით მეგობრებთან ერთად ნამდვილად ვიამაყებ და ნომერ პირველი სიამაყის საფუძველი ეს იქნება, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას გაუხსენით გზა პოლიტიკურ ცხოვრებაში. იმიტომ რომ სამართლიანია ბატონო დავით, ძვირფასო მაყურებლებო, რომ არ ცხოვრობს ხალხი ქვეყანაში, რომელთათვის ცვლილება აპრიორი ყოველთვის არნიშნავს უკეთესობას. და ესეც ასახსნელია ჯერ კიდევ. მით უმეტეს, როდესაც პარალელურ რეჟიმში სახელმწიფო პროპაგანდა მუშაობს და არაფერი არ ეშველება, ბაცილები იფრქება მათი პროპაგანდისტული არხებიდან და იმასაც კი შეგვაგუა ბევრი ქართველი ივანიშვილის რეჟიმმა, რომ უკრაინას ყოველდღიურ რეჟიმში მებრძოლ უკრაინულ ერს და ხელისუფლებას ლანძღავდნენ. წარმოუდგენელია, ხო? ძველი სახელმწიფო მანქანა მუშაობს. ნიკა 8 წუთი დამჭა და მინდა რომ მოვიყო. მოდი ესე ვთქვა რა, ხო მე გულწრფელი ვარ და არც ნაცების მოეხოთები ვიყავი არასოდეს და ყოველ შემთხვევაში კოცები 2013-დან და ერთი რამ გამოჩნდა რა. დღეს რეალობა არის შეცვლილი დრამატულად. თბილისში, რახან თბილისში ვარ და აქედან მაუწყებლობთ და იმედია ეს მაუწყებლობა არ შეჩერდებოდა და გაგრძელდება გადალახავთ, ხო? თბილისში ქართულ მოცემამ ამორჩევლის 50% დაკარგა. და რა განაპირობა, როგორც კი დარწმუნდა, რომ ქართული ოცნება აღარ არის პროევროპული ძალა, ზურგი შეაქციეს. აქამდე მათთვის თვალსაჩინო არ იყო. ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 13% ამბობს, რომ ქართული ოცნება არის პროევროპული. ერთი თვის წინ ნებისმიერი კვლევა, რომელიც ტარდებოდა, ამბობდა რას? რომ 36%-ია გარშემო, რომელიც ფიქრობდა, რომ ქართული ოცნება იყო პროევროპული. 36% ერთი თვის წინ ამბობდა ქართულ ოცნებაზე პროევროპული, დღეს 13%. შესაბამისად, ქართულ ოცნებას შესაძლებლობა დაიბრუნოს ამორჩეველი უკან არ აქვს. გარდა ერთი შემთხვევისა, რაც ძალიან გვინდა, მაგრამ ამის შანსი მათ ხელში არის უბრალოდ განაიტრალებული უკვე წლებია. დაუბრუნდეს ისტორიულ საგარეო პოლიტიკურ კურსს და ვექტორებს, ანუ დასალურს. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვადაპტირდეთ ყველანი. ანუ არიან ადამიანები დღეს, რომლებიც
აი ახსენეთ 20 ივნისს მზად არიან განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების მქონე მოქალაქეებთან ერთად დაადგნენ ერთად ჩადგნენ მორებში და დაიცვან ქვეყნის სუვერენიტეტი. ჩვენში ჩემი ცხოველური ინტერესი არ დაგიმალავთ. რომ ასეთ ადამიანებთან არა უბრალოდ ერთად დაგვედგომოდეს ან პირიქით, რომ ისინი და მათი ნაწილი ჩვენი პარტიის ამორჩეველი გახდეს. და მე ვიცი შეიძლება არაერთი მიზეზი არსებობდა რა აბრკოლებდა ნაციონალური მოძრაობისთვის ხმის მიცემის პროცესში ასეთ ადამიანებს. სიმართლის დეფიციტი ხშირ შემთხვევაში არ შეიძლება ყველა ერთი სტანდარტით გავსაჯოთ ვიც ქართული ოცნების ამორჩეველი იყო წლების განმავლობაში. დიახაც, როდესაც ქართული ოცნების ყოფილი ამორჩეველი ჩვენ გვეკითხება ნაციონალური მოძრაობის დრო სასამართლო დამოუკიდებელი იყო, ჩვენ თუ ამ კითხვაზე პასუხს გავცეთ რომ იყო, არ უნდა გქონდეს ამბიცია, რომ ასეთმა ადამიანმა შეხარი დაგიჭიროს. რა თქმა უნდა არ იყო და ეს არის მთავარი პრობლემა. ერთ-ერთი, რასაც ჩვენ ყავზე ვგზნობთ, რასაც თითოეული პარტიის წევრი გძნობს და დაპირება ფუჭად დარჩა 2012 წლის ბიზნესის შესაძლებლობა რომ სასამართლო რეფორმა გამოსორდებოდა. ამიტომ ჩვენ პარტიას აქვს ამბიცია რომ გარდატეხა ამ პოლიტიკურ პროცესში შევიტანოთ ძალიან ბევრ ახალ ადამიანთან ერთად. მაგის თქმა მინდოდა არ მასლი ხოლმე კაცო შევაფასოთ ისტორიულად. დღეს თქვენ რესპექტაბელურები გახდით. თქვენთან, იცით, თქვენ მოსმენა ისწავლეთ. მე გეუბნები ახლა ისტორიულ პრიზმაში რა 10 წლისი აი თავი ეგონათ სოფლიოს ისენი რა ვქე მესაჯები ყველა მინისტრსა და ყველა პარლამენტარს. დღეს თქვენ ხალხის პარტია აღმოჩნდით. მე არ ვაზვიადებ აი ხა გოგაშვილის მასალას ვეცნობოდი მთელი ღამე. ხალხო, თავიჯერეთ, სენსაციური რაღაცები გადმოაფქვია ამ ბიჭმა. 100 მილიონი გამოყვეს პირველი ტურისთვის სალომე ზურაბიშვილსა და აიმა ვაშაძეს დისკუსიები და დებატები რო იყო 100 მილიონი წარმოიდგინეთ და წააგო სალომე ზურაბიშვილმა ის არჩევნები თქვენ რომ მაშინ დიდი ხმაური აგეთეხათ უკვე პირველ ტურში ვიყავით მოგებული მაური საკითხად მაშინ ნახეთ არ იყო ის რაც არის დღეს არ იყო სრული კონსენსუსი საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით რომ ქვეყანა მიდის რუსეთისკენ ხახდო ამას ეხლა როდესაც ყოველდღიურად საუბრობდით ბევრისთვის ეს იყო მარგინალური პოზიცია არა მარგინალური პოზიცია იყო ბევრი დღეს ბიძინა ივანიშვილის ოპონენტისთვის მაშინდელი ასეთი მოქალაქისთვის იყო მარგინალური არ ჯეროდათ სხვადასხვა ქალბატონო სალომე ზურაბიშვილისგანაც აი რა საინტერესო იქნება ქალბატონო სალომე ზურაბიშვილისგანაც ეხლა ჩვენ ვიხილეთ ის მტკიცებულებები და კიდევ ვიხილავთ მე დარწმუნებული ვარ რატომღაც სულ სხვა არის როდესაც მატერიალური სახით მტკიცებულებები ან ვიდეო აუდიო სახით თუ გამოჩნდება დოკუმენტები როცა იდება სხვა რამ არის მაგრამ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პოზიციაც საინტერესოა აი აქ ვისურვებდი ქალბატონ ზურაბიშვილს რეალურად ეთქვა რომ დიახაც კი ვარ საპრეზიდენტო სასახლეში მსახურობ როგორც პრეზიდენტი მაგრამ გაყალბებული არჩევნებით მოხდა და ახლა უკვე დასტურდება. არა, იცით, თან ესაუბრება მაღალ მატერიებზე. თან უნდა რომ ვაღიარო არის თითქმის ბოლო ინსტანცია ჭეშმარიტების მის მიერ ნათქვამი ნებისმიერი მოსაზრება, მაგრამ ამავე დროს უკვე სულ უფრო და უფრო ყველანი ვწმუნდებით რომ გაყალბებული ძალადობრივი არჩევნების შედეგად მოხდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა. ძალიან მნიშვნელოვანია თუ სიმართლეზე თუ მორალურ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, თუ მართლა გვინდა რომ გუწმელები ვიყოთ, დოზირებულად მაინც. ბატონ გახარიასაც, მის გუნდის წევრებსაც მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც უკვე ტივტივდება, იმიტომ რომ მინისტრი იყო მოქმედი კონკრეტული მისი გუნდის წევრები არიან მოხსენიებული. აი რა ვერ მოიშალეს ეს იდიოტური სიტყვა შტურმი, კაცო დაანება რა შეგვიძლია ეს მაგ სხვა საკითხია და მე რაღაცა პესიმისტურად უყურებ არა მაგრამ არა ნახეთ ყოველ შემთხვევაში პესიმისტურად შეიძლება უყურებდეთ და არ იყოს ბატონო ოპტიმიზმის საფუძველი რომ მან ისაუბროს ბევრი მაგრამ ამას საზოგადოება შეაფასებს. შეუძლებელია ჩვენ თუ საუბრობთ გაყალბებაზე, ძალადობაზე
და თქვენ კონკრეტულად იყავით შინაგან საქმეთა მინისტრი, ან პრემიერ-მინისტრი, ან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ან კიდევ უფრო სხვადასხვა თანამდებობების და დღეს ოპოზიციაში ხართ. კარგია რომ გვიან აგვიშალა ყველას ფიქრები ქვეყნის სიყვარულზე, მაგრამ მტკიცებულებების გასაჯაროების შემდეგ უნდა თქვან სიმართლის ნახევარი მაინც უნდა მოახერხო. ხო, თქვა და არ შემიძლია არ კითხო რა 3-4 წუთი დამჭა და ძალიან დეტალურად ჩაუღმავდებით იმებს ფაქტებს. თავარი მოხდა, გარდატეხა მოხდა და ყველა ვეგოებით და ყველა ველოდებით რიგარეში არჩევნებს. აი რაღაცა სასწაულად მიმართლეს მათფევინერ წამს უკრაინაში რუსები აგებენ. ბიძინა აგებს ამით, ბიძინა დაამთავრებს სუდად. ჩვენ უკრაინაში რუსები აგებენ. ის გამოწვევა გვაქვს და აქ გვაქვს მობილიზება, აი ერთიან ნაციად უნდა შევიკრათ, რომ ყველა მოვითხოვოთ რიგაში. მაგრამ ამას ჭირდება ბევრი, ზუსტად ამ პროცესში ვართ, ბატონო და ივლისის 8 აგვისტო და ყოველდღიურ 2000-მდე ადამიანს ყოველდღიურ საათობით დისკუსიობთ. გეგმავთ ერთად და არა 5-10 ადამიანი ნაციონალურ მოძრაობაში. იმიტომ წინ არის უდიდესი გამოწვევა და ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კიდევ რატომაც მარცხდება უკვე ესეთ ავრალურ რეჟიმში, ამ დაჩქარებულ რეჟიმში რუსეთი, ხო? უკრაინაში. ამერიკელებსაც ძალიან ეჩქარებათ სიმართლე. ვიცი, იმიტომ რომ ამერიკელებმა ძალიან ბევრი რამ გაიგეს ისტორიულ ბოლო 40 წლის განმავლობაში. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ამერიკაში ინფლაციის არ ყოფილა 9.1%. მათაც უნდა ყინვებამდე დამთავრდეს ეს ომი და რუსებსაც წინ ელოდებათ მათ არჩევნები საპრეზიდენტო 2023-2024 წლები და ყველაფერი უნდა რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს პუტინთან მიმართებაში უკრაინაში. რაც არ უნდა მოიფიქროს ახლა ბატონმა პუტინმა, რაც არ უნდა გასადენები ჩაკეტოს, რაც არ უნდა არ მიცეს გერმანელებს შესაძლებლობა რომ ვერ შეავსონ გასაცავები ზამთრისთვის არადა გერმანელები ახლა პუტინის გარზე 55%-ით არიან დამოკიდებულები და თავიდან ბოლომდე ეს ყველაფერი არის ქალბატონი მერკელის ბრალი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ თელიანად დამოკიდებული გახდა პუტინზე, კი, ზოგადად ყველა აღიარებს. ენერგომატარებლებზე. ნიკა, კარგი გამოწვევები არის, მაგრამ კარგი აი სანქციებზე საუბრობთ, ბატონო და რამინდა ვიცით რა ვაგოთ რომ არა სანქციები გარდაუვალია. ბიზინა ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ პრაქტიკულად ის უკვე არის დასანქცირებული. საკუთარ ერთი ანგარიში და მეორე საკუთარ ანგარიზე ერთი თეთრი ვეღარ გადააქვს საზღვარგარეთაცა და სრული პაკეტი სანქციების ეკრება უახლოს პერიოდში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ქართული საზოგადოება, რომ არ მივიღოთ ვერაგი მოწინააღმდეგე ქვეყნის პირველ რიგში უკვე სხვა ამპლუაში უკვე დასანქცირებული, მაგრამ რომ ვერ მოვერიოთ ამისი თეორიული ალბათობაც უნდა გამოირიცხოს, იმიტომ რომ ბატონი ლუკაშენკოც არის დასანქცირებული და ვერ არის იქ გასაგებია სხვა რეალობა იყო მაშინ, საერთაშორისო კონტექსტიც სხვა იყო, მაგრამ საზოგადოება ჩვენ პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებს 0.1% თუ არსებობს ჩვენი სადღაც ნაკლოვანებისა, ისეც უნდა აღმოიფხრას. ნიკა, პოზიტიური სიტუაცია გვაქვს ჩვენ, კარგი სიტუაცია. რა წდება, სასწორზე ის ხო არ წდება, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ აღარ იქნება, არა. წდება საერთო დემოკრატიული წესით მშვიდობიანად ოდესმე ხელისუფლებები შეიცვალა თუ ვერ შეიცვალა. აიძულა. გარდა იმისა, ვიქნებით თუ არა, დიდარი სახელმწიფო, უზრუნველყოფილი სახელმწიფო, ყოფილი ხა სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოები, ბატონო დავით, ვინც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან, რომ შეხედოთ მათ პენსიონერებს, რომ შეხედოთ ბულგარელ პენსიონერს, პოლონელ პენსიონერს, ლიტველს, ლატვიელს, ესტონელს, რომ შეხედოთ 5-ჯერ, 4-ჯერ, 6-ჯერ მაღალი პენსია აქვს, ვიდრე ქართულ პენსიონერს. საბანკო პროცენტი ყველაზე ძვირი მაღალი უფროსწორი საპროცენტო საბანკო განაკვეთი არის საქართველოში. 16% არის საპროცენტო განაკვეთი საქართველოში, ისეთ ბანკში, მიკროფინანსო შრომითი და გაცილებით მეტია. მაშინ, როდესაც ლიტვაში, ლიეტუვაში ეხა უკვე 2%-ად იღებენ იპოთეკურ სესხს და შენ, როდესაც ხდები ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, არის სტანდარტი ყველა მიმართულებით, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდე, ბატონო დავით. აღიარებ არაკეთებს. სანამ იქაური წევრი გახდები,
იქ მყოფები რატო გვაიძულებენ ჩვენ რეფორმების გატარებას, რომ გაძვალტავებულები არ შევიდეთ იქ და არ დავაწვეთ თვითად ძალიან იმ დიდ სახელმწიფოებს, იმიტომ რომ იცით რომ ბევრ სახელმწიფოს არ უყვარს და არ მოწონს პერსპექტივა გაფართოების და ევროკავშირის საზღვრების, იმიტომ რომ მათი სიმდიდრე ჩვენზეც უნდა გადანაწილდეს. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის წევრობა, ავასრულებ, ეს არის კონკრეტული პრაგმატული გადაწყვეტილება ქართული სახელმწიფოს, პრაგმატული. ნიშნავს დიდ საქართველოს, დაცულ საქართველოს, ნიშნავს სოციალურად უზრუნვალ საქართველოს, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა მინიმუმ 10 წლით იზრდება, ხო? გაიზარდა სხვა შორის ყველგან ევროკავშირში. ყველგან 80-85 წლის ასაკში ხალხი ზამთრისა და ზაფხულის კურორტებზე დადიან ცოლ ოჯახთან დადიან. იმიტომ რომ ხარისხიანი ჯანდაცვა, სოციალური გარანტიები ბევრად ნაკლები სტრესი. ამიტომ ევროკავშირში. ხო და ამას რა ჩვენ ახლა საუბრობთ? არა თუ არ უნდა ბატონო. არც საუბრობენ. რომელიმე თავისუფლად რომელიმე ერთ-ერთი ქართული ოცნების წარმომადგენელი მაინც გინახავთ რომელიმე ეთერში აეხსნას კონკრეტიკაზე არც საუბრობენ. ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში რა სიკეთე გვაქვს? არა. არც უნდა არ არის სუვერენულები ბატონო. თქვენ ხოშე ხო არის აქ დამოკიდებული ყველაფერი. ამ ტელევიზორს ახლა გამორთავთ, შუქს ჩააქრობთ, არ ჩააქრობთ, ხო თქვენზეა. ვიცი დამოკიდებული, ხო? ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მაზზე არის დამოკიდებული. საქართველოს თავისი გორია რა. შეპესე გორია ეგრე არ არის. პოლიტიკური კურსის იქნება ჩრდილოეთზე ორიენტირებული თუ დასავლეთზე და უნდა დავამტკიცოთ რომ ეს არ არის და ეს ზაფხული ამის ისდება მე მართა მეამაყება ქართველი რო ვარ აი ზაფხულში მე რაც ვნახე გადაჭედილი იყო მთელი რუსთაველი ნიკა ისე რომ არც ერთი სამარშრუტო ტაქსი არც ერთი ავტობუსი არ დაიდგა რაღაცა უფასოდ მოვიდა ყველა და ეს იყო გამარჯვება მაგის თქმა მინდა ფაქტიურად თბილისმა უთხრა რა ამა დავაი დასვიდანია და უნდა მიხდნენ და მე ვთვლი რომ აი ლომისელი სწორედ თქვენ მიგიძღით ფაქტიურად შენ და ვაშაზე რეფორმაცია მოახდინეთ ნაცმოძრაობაში და აი მისაღები გახდეთ რა მე ხა ვთვლი რომ პოზიტიურზე პოზიტიური ადამიანი ხარ ძალიან ბევრი სიახლე გველოდება ამით ვამაყო ყველაზე მეტად და პარტიაში როდესაც დავინახავ ათასობით ახალგაზრდა ადამიანს ჩავთვლი დიწილად რომ მისი არის შესრულებული. მეგობრებთან ერთად და რას თავარი ევროპისკენ უნდა ვიაროთ რა სწრაფი ნაბიჯები და მე ვთვლი რომ სადღაც სექტემბერ ოქტომბერში თვითონ მიხდება ბიძინა ივანიშვილის და მთელი მისიის შალაპაები რომ რიგარეში არჩევნებზე წამოვლენ. უნდა შევიცვალოთ ყველაფერი. რეალურად სახალხო მართლობა უნდა დამყარდეს. მახარებს რომ ჩემი სტუმარი ხარ. დიდი მადლობა რომ გესტუმრეთ.